ბიჭებო, გძელით მაქონიათ ოდესმე? არა. არასდროს? სულ ცოტა გძელით? არა. არანაირი გძელი? ისე არ გაინტერესებდა რაღაც ეტაპზე ყველას. რაღაც არასდროს არ მომდომებია სხვათაშორის. არ შეყვარებულს არ ვთქოს, რომ თითქმები გაიზარდეო? აი არ მახსენდება. არა. ლევან, შენ რა ისტორია გაქვს? არასდროს არ მქონია გძელით, რა დროის გძელით მოვა იყო? რატო რაღაც მოზარდობის დროს ყველას უჩნდება სურვილი რაღაც ცოტა ხეთნაირად თავისუფლება. არა მქონია. არა, მე მომწონს მამაკაცზე გრძელით, თუ უხდება. მაშინ მე მოგიყვებით ამბავს, რომ ლით მართლა უკავშირდება გრძელთმას, ოღონდ თავის დატვირთვა ძალიან სენსიტიური. მოკლედ, კოდი ენისის ამბავი არის ეს, რომელიც არის მიჩიგანის შტატიდან და ის 4 წლის განმავლობაში ისდიდა თმას. კონკრეტულად 4 წელი. ძალიან დიდი ზრუნვით ისდიდა, ძალიან დიდი ყურადღებით და ძალიან მონდომებით. მეცაც გეტყვი, შეისწავლა კარგად როგორ დაებანა თავი ისე რომ არ დაეზიანებინა ეს თმა, გაიარა პროფესიონალებთან რეკომენდაცია როგორ ყოფილიყო სუპერ ჯანსაღი ეს თავის თმა, რომელსაც ისდიდა, მოვლილი, არ იკარებდა არანაირ ზედმეტ საშუალებებს და მოკლედ იდეალური თმა გაიზარდა. და ამისთვის ითხოვა კიდეც ის 4 წელი, რომლის განმავლობაში ისდიდა თმას. აი რისთვის შეიძლება დაჭირებოდა კოდის ეს თმა. არ ვიცი. როლისთვის, რაიმე როლისთვის. მართალი ხარ, ჭკვიანური მიგნება, მაგრამ არა, ჰანასთვის. კაი რა. ჰანა არის მისი შეყვარებული და შეყვარებული რო არ დაშორებოდა ამისთვის ისდიდა თმა. და შეყვარებულს თმა რატო რომ შეყვარებული ეუბნებოდა რომ თუ შეიჭრი დაგშორდებიო თუ რა ხდება? ცოტა ისე ბულინგს ხედავ ამ ყველაფერში. აი მე მოგიყვები და ხა მითხარი შენ არის თუ არა ბულინგი თუ სულ სხვა სიმაღლის გრძნობებთან გვაქვს საქმე. მოკლედ ჰანა ამ ჩვენი კოდი შეყვარებული როგორც ჩანს ბავშვობიდან ალოპეციას ებრძოდა, თუმცა ბავშვობის პერიოდში ახერხებდა, რომ ისეთი ეტყობა უბნები ქონდა შეთხელებული, რომ სხვა თმის ნაკადებით იფარავდა, მაგრამ მე რაღაც ეტაპზე უკვე მივიდა ისე, რომ საკმაოდ საგრძნობი და თვალსაჩინო იყო მისთვის ეს ალოპეცია, ანუ დაკარგა უკვე ისეთი რაოდენობის თმა, რომ უკვე სჭირდებოდა გადანერგვაც ვერა. პარიკი ჭირდებოდა და მოკლედ საკმაოდ დიდ განცდებში იყო, რა თქმა უნდა, ხა როგორია ალბათ. არა, მე ესეთი და გოგო და თან შეყვარებული როცა ყავს, შეიძლება ეს მიზეზიც კი გახდეს იმისა, რომ თავშოთ რაღაც საკუთარ თავშიც კი რაღაც ეჭვები შეიტანო, რომ რამდენად შეიძლება შენ შეყვარებულს ისე უყვარდე. მოკლედ, ჩვენი კოდი დაპირდა მას, რომ 4 წელი მომეციო და მეო საკუთარ თმას გავიზდიო, ისე რომ პარიკს შევქმნიო ამ ჩემი თმითო და თხოვა დრო. და ჰანა დათანხმდა ამ წინადადებას და როგორც ხედავთ, თქვენ კოდი ისდიდა ამ თმას და როგორც მოგიყვებით, საოცარი თმის სპეციალისტებთან ერთად ძალიან აქტიურად უვლიდა თმას და ბოლოს 4 წლის თავზე ნახე მან მოიჭრა ეს თავის გაზრდილი მოვლილი თმა და ამზადებინა პარიკი. და თქვენ უკვე ჰანას ხედავდით კოდის მიერ დამზადებულ, უბრალოდ კოდის მიერ კი დამზადებულ, გაზრდილ დასრულებულ თმაში. მაგრამ ერთ შეკითხვა, მაინდა-მაინც კოდის თმა რა თუ უნდა, ანუ ვერ შეიძინა ისე? ესეც შეიძლებოდა რა თქმა უნდა, მაგრამ რა ვიცი, ეს ჟესტი ბევრად უფრო მაღალი გამოხატულება ალბათ სიყვარულის, ვიდრე მაღალი არ ქვია მაგას. როგორი ქვია? წელი რო ვიღაცის გამო თმას იზ. ვიღაცის არ არის. ხო, ნუ ყველაზე ფიფასი ქალბატონის გამო გაიზარდა თმა. და არაფერი, მას არაფერი არ დააკლდა. პირიქით, დაუმტკიცა როგორ უყვარს თავისი ჰანა. არა? გეთანხმები. შენ რა სიტყვი ლევან, დაოჯახებული მამაკაცი? ჩაიდენდი იმავე რაღაც გმირობას? ხო იზავდი, დარწმუნებული. მაგრამ ეს არ მგონია გმირობა იყოს. აბა რა არის ლევან, მე მაგას ნამდვილად ვერ გავაკეთებდი, მაგას გავაკეთებდი მაშინ თუ ვიღაცის ჯანმრთელობასთან სიცოცხლეს რაღაცა ემუქრებდა. ხო და ესე ჯანმრთელობაა. არ არის ჯანმრთელობა შეეძლო სხვა პარიკი ეყიდა და გაეკეთა. აბსოლუტურად პრაგმატული მსჯელობა, ნამდვილი მამაკაცის მსჯელობა. ზუსტად ეს არის სხვაობა ქალის და მამაკაცის ფიქრ შორის. ქალს ყოველთვის უნდა რომ რაღაც დაუმტკიცონ, ის არის ქალები ხოლოს რაღაცის საოცრად მნიშვნელოვანი და კაცებს ყოველთვის მარტივი გამოსავალი არის მათი სწრაფი პრობლემის მოგვარების გზა, მაგრამ საბედნიეროდ კოდი არ აღმოჩნდა ასეთი და მან 4 წელი უმტკიცა ჰანას, რომ ძალიან უყვარდა და ძალიან ძვირფასი იყო მისთვის და ახლა ჰანასთვის რაოდენ ძვირფასია ეს პარიკი კოდის მიერ შექმნილი და არა ნაყიდი 2 თვეში. ამაზე უკვე მე ჰანა მოგუყვება ალბათ, თუმცა კარგი თვალსაჩინოება იყო ქალის და მამაკაცის რა უნდა ქალს და რა უნდა მამაკაცს აი ამის განსაზღვრად, არა? გეთანხმები. გეთანხმები თიკა. დიდი მადლობა რეზო კულტურალობისთვის.
ყოჩახ შენ არავისთვის რო არ გაიზიცხავს უკვე ნათებია.